ეს ახლა საიქიდან აქედან მეყოს გადასახვევი ხომ ესე მახსოვს თუ იქ სოფლები რო არის არა სოფლებს იქით არ და 24 წლის წინ სოსო წერეთელი მეგობრებთან ერთად თბილისი, ბათუმი, კიევი, ლენინგრადის რეისით გაფრენას ამერიკაში აპირებდა. თავისუფლების ნაცვლად მას ერგო საფლავი რუსთავთან ახლოს ხრიოკ ფერდობზე. სად არიან დამარხულები სოსოს მეგობრები დღემდე არავინ იცის. 83 წლის 18 ნოემბერს აფრენისეს თმები შავი ჰქონდა და ფრენისეს თეთრი. იმ რეისის შემდეგ თვითმფრინავი აღარასოდეს უმართავს. შემოუტრიალდა შარბათიან უკვე სისხლში იყო და ამას ჩამოკიდებული არა და დავარდა. აქ და ისინი შემოწვიდნენ დაადგენ ფეხებით და უკნიდან ორივე პისტოლეტებით. ფარდის უკან ხომალდის შტურმანი იჯდა. საპასუხო სროლა მისი იყო. არც გადაუწევია ფარდა ისე ესროლა. აქ რომელიც იდგა. და იმ წუთში გადავარდა ის. მეორე მყვირილი დაიწყო. მოკვდა ერთი თავდამსხმელი დაიჭრა მეორე ივერიელი. ივერიელის ძმა შემდეგ გამოძიებას უყვება. კახამ კერჩი დაჭრეს, რომ მკითხე რა მოხდა. კახამ მიპასუხა რომ თხოვა ტაბიძეს არ ესროლა, მაგრამ მან მაინც ისროლა და აი რა მოხდა. ამ ჩვენებებს და ფოტოებს დღემდე საიდუმლოების გრიფი ედო. ეს არის დოკუმენტური მასალა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ზოგისთვის ბანდიტები იყვნენ, ზოგისთვის კი იდეალისტები. Обстановка у нас напали 2 человека. Пришлось отстреливаться. იმ დღეს ახალგაზრდა წყვილი გეგა და თინა მეგობრებთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში მიფრინავდა. ამ ჩანთაში ჩადებული IS იარაღი დეპუტატთა გასასვლელიდან შემოწმების გარეშე გაიტანეს. და აღმოჩნდა რომ დანიშნულების ადგილი არა ბათუმი, არამედ თურქეთი იყო. რატომ ეფიქრეს საზღვარგარეთ წასვლა? ყველა უზრუნველყოფილი ოჯახიშვილი იყო. სულ ყველა. ასეთი ამბები იყო. მე ერთი რამ ვიცი რომ საშინლად ზულდა ჩემს საბჭოთა კავშირი. მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დემონსტრაციულად დატოვება. თვითმფრინავის გამტაცებლებს თან გლობუსი მიჰქონდათ. გეგა კობახიძის ჯიბეში $1 ედო სიმბოლურად. გეგმა რომ განხორციელებულიყო და თურქეთში გაგვეტაცა თვითმფრინავი, ხოლო შემდეგ ამერიკაში გადავსულიყავით, მე ვარაუდობდი რომ ჩვენ მაშინვე გამოგვიყოფდნენ ბინას და მატერიალურ დახმარებას. მე ხატვის კურსებზე ვივლიდი და გამოჩენილი მხატვარი გავხდებოდი, ხოლო ჩემი ცოლი ფეტვიაშვილი მე ვიოლინე იქნებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა რომ ჩვენი განსაკუთრებულ ყურადღებას მოგვაქცევდა აშშ-ს ადმინისტრაცია და პრეზიდენტი რეიგანი. ანტისაბჭოთა აქცია თვითმფრინავის გატაცება თემურ ჩიხლაძის იმავე მამა თეოდორეს იდეა იყო. აი სწორედ აქ იყო ის სადაც ცხოვრობდა განმარტოებით მამა თეოდორე. მამა თეოდორესთან გია ბუღაძე ახლო მეგობარმა სოსო წერეთელმა მიიყვანა. გია ბუღაძემ თანამონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა. ეს მითხრა რომ ისინი აპირებენ, იგი აპირებს აქვს ასეთი გეგმა რომ თვითმფრინავის გაყვანით, ესე იგი რამდენიმე კარგი ახალგაზრდა ადამიანი გავიდეს საქართველოსდან. ხომ ისინი მეუბნებოდნენ რომ ეს უნდა მომხდარიყო ჩემი მონაწილეობითაც ალბათ. დღეს რა თქმა უნდა მე უარი ვთქვი, კი არ ვთქვი უარი, რეალურად მე ვერავყევი აი ამ საკმაოდ რთულ წამოწყებაში და სხვადასხვა მე შევამჩნიე რომ მამა თეოდორეს გული დაწყო. მამა თეოდორე თვითმფრინავის გამტაცებლების იდეოლოგი იყო, თუმცა არა ორგანიზატორი. თვითმფრინავის გატაცებიდან ერთი კვირით ადრე, როდესაც წყლეთის აგარაკზე თეოდორესთან ერთად ამერიკულ ფილმ თმას უყურებდნენ, მღვდელმა ჩაფიქრებული გაფრენის შესახებ არაფერი იცოდა. უშიშროების არქივში ინახება პილოტისა და დისპეჩერის დიალოგი თბილისში დაშვებისას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ თვითმფრინავი ჯერ გაჩერებული არ იყო, როცა გარედან სროლა ატყდა. Что он делает там? Пассажиры убьют этот солдат. Стреляет по самолету. Что делают они? Убьют же нас. ორივე სტრიბიტელი კუძზე მოყვებოდა. ახლა ვიცოდი რომ ესენი ასეც იქნებოდა და დანარჩენი იქეთ საზღვარზე. არა, ვერ გავიდოდით. ჩამოგვაგდებდნენ და სცენა მონანიებიდან. ამ ფილმს მაშინ ხსოვნა ერქვა. მთავარი როლი გეგა კობახიძის იყო შუა გადაღებებამდე, სანამ თუ 134-ში არ მოხვდა და შემდეგ არ დახვრიტეს. ვერც ბრავიცი, ვერც ბოდიშს ვიტყვი, ვერ ვიტყვი, არა მაქვს მე ამის უფლება რომ
ცუდად გამოჩნდება ეს შეურაცხყოფის მიყენება იქნება, რომ ხო მაპატია, აბა როგორ ხო მაპატია მეთქი. 13 დღიანი სასამართლო პროცესის ბოლოს მოსამართის გადაწყვეტილება პროკურორის ბრალდების იდენტური იყო. თუმცა საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად თვითმფრინავის გატაცებისა და ბანდიტიზმისთვის 15 წლიანი პატიმრობა საკმარისი იქნებოდა. განწირულებული ყო ბედურები. პოლიცია მოგვამაგრეს ჩვენ ადვოკატებს, რომელიც ფარულად აწარმოებდა ჩვენ თვალთვალს. თუმცა რა ხდებოდა, იცით, ყოველთვის ვიღაც უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა ჩვენს დაკითხვას. ყოველთვის. არქივში ჩაკრულია გეგას მეუღლის თინეთი მფეტვიაშვილის დედის წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ მის შვილს აბორტი უშიშროების იზოლატორში გაუკეთეს. აი, აქეთ არის სიძველე. რამდენიმე წლის წინ სიკვდილმისჯილების ოჯახებს უცნობი დაუკავშირდა. თქვა, რომ დახვრეტილების საფლავის ადგილსამყოფელი იცოდა. რუსთავთან ახლოს გაშლილ ფერდობზე მხოლოდ ერთი კუბო აღმოჩნდა. მასში თვითმფრინავში დაჭრილ და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი სოსო წერეთელი, რომელმაც გია ბუღაძე მამა თეოდორისთან მიიყვანა. საბჭოთა კგბ-ს მიერ მიგნებული ცხედრის გადმოსვენებაში გია ბუღაძემ ქართული უშიშროება დაიხმარა. თქობა, როგორც ჭირდება, როგორც თქვა ქართულად არის. ვის შესწირდა და გაზაცეს როგორც ნივთიერებკიცებულება თქობა და არ არის გამორიცხული, რომ ისინი იგივე ფორმით არიან დაკრძალული. კიდევ მე ვიცი რომ არის ახლა თქვენ როგორ შეგედრებით ამაში სწორდაში, არ ვიცი. იყო ისეთ ლაპარაკი იმაზე, რომ არის საერთოდ ამუშავებდნენ კიდევაც, რომ ეს დიდი ეს დარჩენილი იყო რა. თუმცა რა თქმა უნდა მე მთელი საფული გააგრძელეს სხვა ოჯახება, სხვა შემთხვევაში ზებნა და რამდენად ვიცი მათ არაფერი არ უპოვებია. განაჩენი საქართველოს საკუთარ სოციალისტური რესპუბლიკის სახელით თეიმურაზ ჩიხლაძეს განაჩენის გამოტანის შემდეგ დამნაშავეები მალე თვინახევარში დახვრიტეს. ერთ-ერთი ვარაუდით დახვრეტის შემდეგ ცხედრებს გოგით მჟავა გადაასხეს. არც ამის, არც საფლავების ადგილმდებარეობის შესახებ უშიშროების გახსნილ არქივში არაფერი წერია. თუ თქვენ იმაში დამეხმარებით, ან ვიღაცა თუ იმაში დამეხმარება თქვენი იმით, რომ საფლავი იქნებ, მოვძებნოთ. აი, ამისი მადლობელი ვიქნებ. ანტისაბჭოთა ტერაქტს ეკიპაჟის 3 წევრის და 1 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. ეკიპაჟის ტყვიან იმ მსხვერპლად თვითმფრინავის 2 გამტაცებელი. ერთმა თავი მოიკლა. რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა მთავარმა მბრალდებელმაც. ამ აქციით, რომელიც იყო იდეალისტური, რომანტიკული, ზედმეტად ფანტასმაგორიული და წარმოუდგენელი მაშინ, ხო, მართლაც სერიოზულად შეურყია საბჭოთა რეჟიმს საფუძველი, იმიტომ რომ ამ აქციით, რაც ფაქტობრივად დაგეგმა მამა თეოდორე მართლაც მოხდა საბჭოთა კავშირის იმ იდეოლოგიური საშინელი მექანიზმის რღვევა.